პრეზიდენტის მოვალეობის დროებით მას შემსრულებელმა ტყვარჩელისა და გალის გამგებლები პოსტებიდან დაითხოვა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი ქართველის ყოფნა დღითიდღე სულ უფრო სახიფათო ხდება. ელით თუ არა ქართველებს მორიგი ეთნოწმენდა, ამაზე პასუხი საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს. ისინი მხოლოდ იმაზე თანხმდებიან, რომ პროცესები სოხუმში რუსეთიდან იმართება. ევროპა კი შეშფოთებასაც არ ჩქარობს. 22 წლის შემდეგ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს კვლავ გადასახლების ეშინიათ. ბევრი შეზღუდვა აქვთ მათ, ვინც ეგრეთ წოდებული აფხაზური პასპორტის აღება ვერ მოახერხა. გარდა სხვა პრობლემებისა, უპასპორტო ეთნიკურად ქართველები ვერც პენსიას იღებენ, ვერც უძრავ ქონებას იფორმებენ, ვერც საზღვარს კვეთენ და რეიდის დროს ქუჩაში გასვლაც ეკრძალებათ. არის ხალხი იქ ბევრი, რომელსაც არის აქ, მაგრამ ჯერჯერობით არიან და არა გონია რომ ახლა ესეთ სომებს მიიღებენ, რომ პირდაპირ გააძევონ. პასპორტი ვისაც არ აქვს, დღემდე არ გადმოდის, ვერ გადმოდის. ან იქ არის, ან შემოვლითი გზით მიდის დავუშვათ. ვერ გადახვალ და ვერც აიღებ რაღაცა დახმარებას პენსია. ტყვარჩელსა და გალში დღეს ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციის უფროსებს პოსტები დაატოვებინეს. თებურგოგუა და ბესლან არშბა თანამდებობიდან სწორედ ქართველებზე პასპორტების გაცემის ბრალდებით გაათავისუფლეს. თბილისში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ ქართველების უფლებები ოკუპირებულ მიწაზე დაირღვევა. საქართველოს მთავრობა აფხაზეთში შესაძლო ეთნოწმენდის თემას ჯერ მხოლოდ აკვირდება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს კი რუსეთისგან მართულს უწოდებს და ასოცირების ხელშეკრულებას უკავშირებს. აფხაზეთში შიდა დაპირისპირება დიდი ხანია არსებობს, ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ამ საკითხის გამწვავება რასაკვირველია შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, რომ პროცესი იყოს მართული გარედან, სხვა ძალების მიერ და ეს იყოს კავშირში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან. უნებრივია ჩვენ ყველა პრევენციის მექანიზმს ავამოქმედებთ იმისთვის, რომ გართულებული ვითარება აფხაზეთში ისედაც გართულებულ ცხოვრებას და ბედს ცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისა კიდე უფრო არ ართულებდეს. რუსეთთან ურთიერთობის ინტენსივობას არც გადამდგარი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი უჩიოდა. თუმცა როგორც ჩანს, დე-ფაქტო ხელისუფლების ოპოზიციისთვის ეს ურთიერთობა საკმარისი არ იყო. ოკუპირებულ მიწაზე მიმდინარე მოვლენები, რომ რუსეთიდან მართულია, ამას ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტებიც ეთანხმებიან. პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ახალი დე-ფაქტო ხელისუფლება ახლო მომავალში მიწებს რუსებზე უფრო თამამად გაასხვისებს და აფხაზეთის რკინიგზის თემაც აქტუალურობას დაიბრუნებს, რაც ევროპას ნამდვილად არ მოეწონება. თუ ეხლა 2 წუთში დაეთანხმება ახალი მთავრობა აფხაზეთის რუსეთს, მაშინ უკვე განხორციელდება შემდეგი ეტაპი იქნება ზეწოლა უკვე ჩვენ მთავრობას რკინიგზზე გაიხსნას. ეს რკინიგზა არის ჩემი აზრით ჩვენთვის ძალიან საზიანო. იმიტომ რომ ჯერ-ერთი ის არის ალტერნატივა ყარსი ახალქალაქის რკინიგზის, რომელსაც ჩვენ გავყავართ ევროპაზე. აფხაზებს კონსტიტუცია უმაგრებს ზურგს, რომ მარტო აფხაზი შეიძლება იყოს პირველი პირი. ძალიან ძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა აქვს აფხაზებს დღეს. აფხაზების მსგავსად დემოგრაფიული პრობლემა ცხინვალის რეგიონში ოსებსაც აქვთ. მოსახლეობის რაოდენობა სულ 10,000-ია, თუმცა საერთაშორისო კანონმდებლობის გვერდისავლით დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აქ უკვე თამამად საუბრობენ იმაზე, რაც აფხაზეთში ჯერ ხმამაღლა არ თქმულა. დე-ფაქტო ხელისუფლების მეთაურის ლეონიდ თიბილოვის პროგნოზით რეგიონის რუსეთთან გაერთიანება უკვე მოახლოებულია.